მოიხედა და დაინახა, რომ მდიდრები ყრიდნენ თავიანთ შესაწირავს საგანძურში. დაინახა აგრეთვე ღარიბი ქვრივი, რომელმაც 2 ლეპტა ჩააგდო. თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ამ ღარიბმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩააგდო. ვინაიდან ყველამ თავისი მოჭარბებულისაგან ჩაყარა, მან კი თავისი სიდუხჭირისაგან ჩააგდო მთელი სარჩო, რაც ებადა. როდესაც ზოგიერთები ამბობდნენ ტაძარზე, ძვირფასი ქვებით და შეწრულებებით არისო დამშვენებული, იესომ უთხრა: დადგება დღეები, როცა ამადგან, რასაც აქ ხედავთ, ქვაზე არ დარჩება, რომ არ ჩამოიქცეს. ისინი ეუბნებოდნენ მას და ეკითხებოდნენ: მოძღვარო, როდის იქნება ეს და რა იქნება ნიშანი ეს, რომ უნდა მოხდეს? მან უთხრა: გაფრთხილდით, რომ არ შეცდეთ. ვინაიდან ბევრი მოვა ჩემი სახელით დაიტყვის, მე ვარო და ის ჟამი მოახლოებულიაო, თქვენ ნუ გაჰყვებით მათ. როდესაც მოისმენთ ომებსა და შფოთებზე, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ჯერ ეს უნდა მოხდეს, რადგან უცებ არ იქნება აღსასრული. მაშინ უთხრა მათ: აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ. იქნება დიდი მიწისძვრანი, ადგილ-ადგილ მოსრვა და შიმშილობანი, საშინელებანი და დიდი ნიშნები ზეციდან. ამის უწინარეს ხელებს დაგადებენ თქვენ და დაგიწყებენ დევნას, გადაგცემენ სინაგოგებსა და საპყრობილეებს, მეფეთა და გამგებელთა წინაშე მიგიყვანენ ჩემი სახელის გამო. ეს გექნებათ თქვენ დასამოწმებლად. ამიტომ თქვენ გულებში ჩაიდეთ, რომ წინასწარ არ იზრუნოთ, რით იმართლოთ თავი, ვინაიდან მე მოგცემთ თქვენ პირსა და სიბრძნეს, რომელთაც ვერ დაუპირისპირდებიან და ვერ შეესიტყვებიან თქვენი მოწინააღმდეგენი. ასევე გაცემულ იქნებით მშობლებისა და ძმების, ნათესავებისა და მეგობრების მიერ, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ. და ყველა მოგიძულებთ ჩემი სახელის გამო. მაგრამ ბეწვიც კი არ დაიკარგება თქვენი თავიდან. მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული. როცა იხილავთ იერუსალიმს ლაშქრით გარშემორტყმულს, მაშინ იცოდეთ, რომ მოახლოვდა მისი აოხრება. მაშინ იუდეაში მყოფნი მთებში გაიხიზნონ, ვინც იერუსალიმშია გარეთ გავიდეს, ვინც სოფლად არის, ნუ ღარ შევა მასში. ვინაიდან ეს შურისგების დღეებია, რათა აღსრულდეს ყოველივე დაწერილი. ხოლო ვაი ორსულთ და მეძუძურთ იმ დღეებში, ვინაიდან დიდი იქნება უბედურება დედამიწაზე და რისხვა ამ ხალხზე. დაეცემიან מחვილის სპირით, ტყვედ წაასხამენ ყველა ხალხში. იერუსალიმი გათელილი იქნება წარმართთა მიერ, ვიდრე დასრულდება წარმართთა ჟამი. და იქნება ნიშნები მზეზე და მთვარეზე და ვარსკვლავებზე, ხოლო დედამიწაზე ხალხთა შეჭირვება შფოთში, ზღვის ხმაურისა და აზვირთების გამო. ხალხს გული შეუწუხდება შიშით და ქვეყნად მომავალთა მოლოდინით, ვინაიდან ციური ძალები შეირყევია. მაშინ იხილავენ კაცის ძეს, ღრუბელზე მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით. ხოლო როცა ამის ახდენა დაიწყება, გაიმართეთ და თავი ასწიეთ, რადგან ახლოვდება თქვენი ხსნა.